მოგესალმებით. ეს წიგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და დღეს წიგნების თაროს 28 სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის თამაში შედგება, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სემ პაბლო და კერი კეონი. სალამი. როგორ ახართ? კარგი. ხარბზად რომ კარგი საინტერესო თავშესაქცევი თამაში ვითამაშოთ? დიახ. კეთილი, წარმატებებს გისურვებთ ორივე გუნდს. გეტყვით რომ თამაშის ბოლოს თითოეული თქვენგანი მიიღებს საჩუქრად წიგნის ვაუჩერებს ჩვენი პარტნიორისგან, გამომცემლობა ინტელექტისგან. ასევე გეტყვით რომ წიგნების თაროს სეზონის პარტნიორია PSP და იმასაც შეგახსენებთ რომ მთავარი პრიზიც არსებობს საბოლოოდ, რომელსაც ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ და ამისთვის იბრძვიან ხოლმე ჩვენი მოთამაშეები. ეს გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. ახლა კი დავიწყოთ მე მგონი, ხო? დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. დაასახელეთ პერსონაჟი, რომელიც გასული საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა. ნაწარმოებს, რომელშიც ის გვხვდება, ავტორის მთავარი ჟანრიდან გადახვევა უწოდეს. ამის მიუხედავად, მწერლის ბიბლიოგრაფიაში ეს ერთ-ერთი აღიარებული ტექსტია. გამოსაცნობ პერსონაჟს სხვა მოქმედი გმირების მსგავსად არა სახელით, არამედ კონკრეტული სტატუსით ვეცნობით. იგი, როგორც ყველა, ცდილობს ქვეყანაში არეულ პოლიტიკურ მდგომარეობას გაუმკლავდეს. თუმცა მის ამ მცდელობას სიხალისე და შინაარსიც თანდათან აკლდება. პერსონაჟი იწყებს იმის გაანალიზებას, რომ მისი ავტორიტეტი ნელ-ნელა ქრება, რადგან ლოდინი უკვე ნახევარი საუკუნეა გრძელდება. კაც პოლკოვნიკია რა. და პოლკოვნიკი. პოლკოვნიკს არავის წერს არის მარკეს. და ელოდება თითქმის ნახევარ საუკუნე რომ მოწეროთ. ეს ორი პასუხია მეგობრებო, ეს არის პოლკოვნიკი. პოლკოვნიკს არავის წერს, პოლკოვნიკი ელოდება რომ მიწერს ვინმე, მაგრამ არავის წერს და ამასობაში აანალიზებს კიდევაც რომ რაღაცები იცვლება დროსთან ერთად. 3-0 ხდება ანგარიში წინ გადის სემ პაბლო. გავაგრძელოთ მეორე რაუნდი ციტატა. მგზავრები აეროსტატის ბადეში აფოფხდნენ, ბაგირები გადაჭრეს. კალათი შხუილით დაეშვა ოკეანის ტალღებისაკენ. აეროსტატი ერთბაშად აქანდა 2000 ფუტის სიმაღლეზე. საიდუმლო კუნძულია რა. საიდუმლო კუნძული. კი. აეროსტატი საკუთრება კუნძულზე? კი. მე მგონი. აეროსტატი სად არის? საიდუმლო კუნძულში თუ გახსოვთ. დასაწყისშიც არის, მეც. დასაწყისშია ხო, როცა ციხიდან გაიქცევიან მესი დახმარებით. ეს არის საიდუმლო კუნძული ეს. ეს სწორი პასუხია, ჟიულ ვერნის საიდუმლო კუნძული. ძალიან სწრაფად და რაღაცა შეუპოვრად დავიწყეთ თამაში და 6-0 გახდა ანგარიში. კერი კეონი აქტიურად საბათქვენიცით, სემ პაბლოც არ მოეშვათ. მესამე რაუნდი დოკუმენტური. გამოიცანით წიგნი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ გამოიცა და დიდი ხანი ავტორის სამშობლოშივე იყო აკრძალული. ნაწარმოები ეგრეთ წოდებული utopიის ხმების ციკლის მესამე ნაწილს წარმოადგენს. წიგნში შეულამაზებლადაა გადმოცემული ჩანაწერები და ინტერვიუები იმ ადამიანებისა, რომლებმაც 80-იანი წლების ცინკის ბიჭები არის ვეჭველი რა, აი ვეჭველი. ცინკის ბიჭები. კი. ვინ არის ავტორი? სვეტლანა ალექსიევიჩი რა. ვერ დავაგდეთ ტემპი და რატომ უნდა დავაგდოთ, როცა ეს ორი პასუხია? ავაგრძელოთ ამ ტემპში, კი ბატონო, თუ შეგვიძლია სტამინა თუ გვეყოფა ამ ტემპში, გავაგრძელოთ და იმიტომ რომ ცინკის ბიჭებიც სწორი პასუხია, სამ პაბლო აგრძელებს თავის ტრიუმფალურ სვლას. მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა. მე-16 საუკუნეში ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ მონტენი წერდა აუგსბურგში ნანახზე. როცა ერთმანეთთან ახლოს მდგომი ორი ადამიანი დუნედ მოძრაობდა.
დაახლოებით 1750 წლისთვის ბავარიაში, ტიროლსა და სტირიაში ეს დაბალი ფენის წარმომადგენლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ანალოგიურ თვლაში სრულდებოდა ლენდლერიც. ვენაში კი დაახლოებით 1780-იან წლებში გავრცელდა. ლიტერატურას რაც შეეხება, ეს სამხრეთ მორავიაში დაბადებული მწერლის ნაწარმოების სათაურში გვხვდება. რომანი 8 ადამიანის ტანგო. ტანგო არ მისა ვალსიოს. ეს არ არის. ეს არ არის ტანგო ნამდვილად. დავასრულებ შეკითხვას შესაბამისად კერიკეონისთვის. ყურადღებით. რომანი 8 ადამიანის შესახებ მოგვითხრობს. ვერსია არ არის, 30 წამი იფიქრეთ. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი და კერიკეონისთვის დამატებითი მინიშნება. დამატებით გეტყვით, რომ ეს ცეკვა დღესაც ძალზე პოპულარულია. მისი მუსიკალური ზომა უმრავლეს შემთხვევაში 3/4-ია. ის ძირითადად ვენასთან ასოცირდება. აი ჩეხი მწერლის ნაწარმოების სათაურის მიხედვით კი ის დასამშვიდობებელია. ვალსი? ეს არის ვალსი, რა თქმა უნდა, მეგობრებო. გამოსათხოვარი ვალსი არის მილან კუნდერას ნაწარმოები. ვალსი არის ცეკვა, რომელიც განსაკუთრებით ვენაში გახდა პოპულარული. შტრაუსების ოჯახმა კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შესძინა ამ ცეკვას და ასე შემდეგ. და 3/4-ით სრულდება, ბუნებრივია. 9-1 ხდება ანგარიში, 4 რაუნდის გავლის შემდეგ კი რა თქმა უნდა ის დროა, როცა უნდა ვნახოთ შემეცნებითი ვიდეო რგოლი. აი მე კი გავაგრძელებთ თამაშს. სვეტლანა ალექსიევიჩი 1989 წელს მის მორიგ დოკუმენტურ ნაწარმოებს გამოსცემს. 1980-იან წლებში ალექსიევიჩი მოგზაურობს საბჭოთა კავშირში და ასობით საათის ინტერვიუს იწერს. ამასთანავე ჩადის ავღანეთში, რათა საკუთარი თვალით ნახოს ომის რეალობა. წიგნი აერთიანებს რიგითი ჯარისკაცების, ოფიცრების, სამხედრო ექთნების, ექიმებისა და გარდაცვლილი ბიჭების დედების მონოლოგებს. წიგნის სათაური ალუზიაა თუთიის დალუქულ კუბოებზე, რომლებითაც ავღანეთში დაღუპული 18-20 წლის საბჭოთა ჯარისკაცების სამშობლოში ჩახყავთ. საბჭოთა ხელისუფლება კუბოებს ღამით, ფარულად ასაფლავებს და მშობლებს მათი გახსნის უფლებას არ აძლევს. წინკის ბიჭები ალექსიევიჩის მონუმენტური ციკლის უტოპიის ხმების ნაწილია. სწორედ ეს ციკლი იქცევა ერთ-ერთ წინაპირობად ავტორისათვის 2015 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მისანიჭებლად. გრძელდება წიგნების თარო, გრძელდება რა თქმა უნდა შემდეგი რაუნდით, მეხუთე რაუნდი ვიდეო შეკითხვა. გამოიცანეთ ფრინველი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის 3 შტატის სიმბოლოა. ის გამორჩეულია მკვეთრად გამოხატული სეზონური დიმორფიზმით. ზამთარში მოყავისფროა, ხოლო გამრავლების პერიოდში კაშკაშა ყვითელ შეფერილობას იძენს. სხვა ბეღურების ნაირისგან განსხვავებით ის ვეგეტარიანელია და აჭერს სამპაბლო. ჩაფარა უნდა იყოს რა. კაჭკაჭი. ჯაფარა. ჯაფარა თუ კაჭკაჭი? ჯაფარა. ჯაფარა. კი. ეს არ არის სწორი პასუხი. არ ვიცი. ეს არ არის სწორი პასუხი და გააგრძელოს შეკითხვის მოსმენა კერიკეონმა. სულ თესლებით იკვებება. საინტერესო ის არის, რომ ის ბუდეს სხვა ფრინველებზე გვიან, ივლისსა და აგვისტოში იშენებს, რაც ნარინჯისა და სხვა მცენარეების ყვავილობას უკავშირდება. ხელოვნებას რაც შეეხება, სწორედ ეს ფრინველია კარელ ფაბრიციუსის ცნობილ ტილოზე, რომელიც ამერიკელი ქალი მწერლის ნაწარმოებში 13 წლის თეოდორ დეკერს უვარდება ხელში. ვერსია არ არის, 30 წამი იფიქრეთ. სამი, 2, 1 აჭერთ ბოლო წამს, გამართლებულია ყოველთვის ესეთი რისკი და
შაშვი იყოს რა. შაშვი. არც ეს არის სწორი პასუხი, მეგობრებო, არა, ეს არ არის შაშვი. მე გეტყვით, რომ ეს ფრინველი არა მხოლოდ ნაწარმოებში გვხვდება, არამედ ამ ნაწარმოების სათაურსაც წარმოადგენს. არც გუგულია ეს. ეს არის თანამედროვეების ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი დონა ტარტი და მისი ნაწარმოები ჩიტბატონა. ეს არის ჩიტბატონა. ნამდვილად. გავაგრძელოთ თამაში, მე-6 რაუნდი ასოციაცია. სიყვარული, მეგობრობა, განათლება, ბედნიერება, ფათერაკები, მოტყუება, თეატრი, დუქანი, საიდუმლო, მელია, კატა, ანბანი, სასწაულების ველი, სულელების ქვეყანა, გასაღები. ბურატინო? ბურატინო? გამოშტელია. თან ცოტა გული გეთანაღრება, ხო? ბურატინო. არ ვინოქი. იქ ხო იგივე არის. არ იგივე არ არის. არა, ნუ ბურატინო. ბუ დარარარარარა. ეს არის ბურატინო, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ბურატინო. ასე არის. ალექსეი ტოლსტოის ბურატინოს თავგადასავალით უნდა შეგვიძლია ასეც ვთქვათ. ალექსეი ტოლსტოის ნაწარმოები, რომელიც ინტერპრეტაცია შეგვიძლია ვთქვათ პინოქიოსი, რაღაცით გავს კი არა და ეგ არის, მაგრამ სხვა ნაწარმოებია. სამიქულა სან პაბლოს კიდევ ერთხელ ესე რომ შეიცხადებთ ხოლმე, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, იმიტომ რომ წიგნების თაროში შეიძლება მოვიდეს შეკითხვა ჩიტბატონაზეც და ბურატინოსიც. ყველაფერი წიგნია. ყველაფერი შეიძლება წავიკითხოთ და ვისიამოვნოთ. მე-7 რაუნდი, ავტორი. გამოიცანით ავტორი, რომელიც საუკუნეების წინ დაიბადა. ადრეულ ასაკში პოლიომიელიტი დაემართა, რის გამოც მთელი ცხოვრება კოჭლობდა. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სოფლად გაგზავნეს, სადაც საათობით ისმენდა ლეგენდებს, ზღაპრებსა და ისტორიებს ძველ გმირებს. მიუხედავად ლიტერატურით გატაცებისა, მაინც მამის კვალს გაჰყვა და ედინბურგის უნივერსიტეტში სამართალი შეისწავლა. ასპარეზზე პოეზიის წერითა და თარგმნით გამოჩნდა. თუმცა მიხვდა, რომ ბაირონი. 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 კი. აი რას მიხვდა? ვეთქვი კერიკეონს, იმიტომ რომ ბაირონი არ არის სწორი პასუხი. ბაირონი არ არის სწორი პასუხი. და ძალიან საინტერესოდ გრძელდება შეკითხვა, მინდა გითხრათ, ყურადღებით. თუმცა მიხვდა, რომ ბაირონს კონკურენციას ვერ გაუწევდა და პროზაზე გადაერთო. სადებიუტო ისტორიული რომანი უევერლი ანონიმურად გამოსცა. ბოლოს გეტყვით, რომ მის 1819 წელს გამოცემულ რომანში მოქმედება მე-12 საუკუნის ინგლისში მიმდინარეობს. ტექსტი მოგვითხრობს ცნობილ მეფეზე, რომელიც მტრებს შავი რაინდის სახელით ებრძვის და მის მსახურზე, რომელსაც სათაურში ვხვდებით. ვერსია ერთი წამით იქნება ახლა კერიკეონის მაგიდიდან და დაასახელოთ ეს მწერალი. მისი სახელი და გვარი კერძოდ ვუდჰაუსი ხომ არ არის? ეს არ არის ვუდჰაუსი. ეგ არის უჯი. აბა ვინ არის? უოლტერ სკოტია რა. ეს არის უოლტერ სკოტი, მეგობრებო, ისტორიული რომანის ერთ-ერთი კორიფე ნამდვილად და აივენჰოზე იყო მინიშნება კონკრეტულად, აივენჰო არის ეს ადამიანი, ვისაც ბოლოს გითხარით. გავაგრძელოთ. მერვე რაუნდი ეკრანიზაცია. ტროა რა. ტროა, უეჭოვე. ელენა ის. ნაწარმოები რა არის? ნერწამს გაჩერდი, ეს არის ოდისეა, არ არის ოდისეა, არის. ილია არის ჰომეროსი. ილია. კი. ილიადა. კი, ყველავანი. ელენა არის ეგ თავი პერსონაჟი და მახსოვს. ეს ორი პასუხია. ეს არის ილიადა, ნამდვილად.
რო არის რა თქმა უნდა ფილმი, მაგრამ ამ რაუნდში ბუნებრივია გეკითხებით ნაწარმოების ლიტერატურულ პირველ წყაროს. ამიტომ ილიადა არის სწორი პასუხი. გავაგრძელოთ ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი, მე-9 რაუნდი ნაწარმოები. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც გასული დეკადის დასაწყისში გამოიცა. მას მკითხველი დიდი ინტერესით შეხვდა, რადგან ავტორმა დაახლოებით 2 წლიანი შემოქმედებითი დუმილი დაარღვია. რომანის შთაგონებად მშობლიური მხარე, ბავშვობის მოგონებები და წინაპრების ისტორიები იქცა. რომანი გამოსვლისთანავე იქცა ბესტსელერად. კრიტიკოსებმა და მკითხველებმა ის შეაფასეს როგორც ერთი ამოსუნთქვით საკითხავი წიგნი. ავტორი ამ ნაწარმოებშიც იყენებს მისთვის დამახასიათებელ ენობრივ მრავალფეროვნებას, თუმცა მასში განსაკუთრებული აქცენტი კუთხისთვის დამახასიათებელ დიალექტზეა გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ წიგნს ლაიტმოტივად გასდევს ცნობილი დრამატურგიული პრინციპი. მისი მთავარი პერსონაჟი დედაქალაქელი ბიჭია, რომელიც 2 დღით წინაპრების სახლში სახურავის შესაკეთებლად ჩადის, რა დროსაც განსაკუთრებულ ნივთს გადააწყდება. ვერსია არ არის 30 წამი. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება ორივე გუნდს. გამოსაცნობი ნაწარმოები თანამედროვე ქართველ მწერალს ეკუთვნის. მისი მოქმედება ლეჩხუმში ვითარდება, საიდანაც ახვლედიანები არიან წარმოშობით. მისი მთავარი პერსონაჟი მურის ციხისთავების შთამომავალი ირაკლია, რომელიც პაპის სახლში სახურავის შესაკეთებლად ჩასული ობლად დარჩენილ ობოლი თავიდანვე ქონდა რა ბიჭო ხო გითხარი ხუთხურად არ არის დაწერილი. როგორ ნაწარმოებს? ობოლი სრულად რომ მითხრა. არა, სრულად ანუ ცლად კი არა. გარკვევით. ობოლე ეს არის ობოლე, ეს სწორი პასუხია. კი ბატონო. ობოლე ობლად დარჩენილ თოფს გადააწყდება. ობოლე არის აკა მორჩილაძის რომანი, თოფს ქვია პირდაპირ ასე, ხო? ობოლე და ამაზე ეწყობა მერე მთელი სიუჟეტური ქარგა აკა მორჩილაძის ამ ნაწარმოებში. 1 ქულა სან პაბლოს 9 რაუნდის ბოლოს კი ვიდეო რგოლის ნახვის დროა. 2013 წელს 11 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკელი მწერალი დონა ტარტი აქვეყნებს თავის მონუმენტურ რომანს ჭიტბატონა. ნაწარმოების ცენტრალური სიუჟეტი მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის კარელ ფაბრიციუსის ამავე სახელწოდების შედევრია, რომელიც ტერაქტის შემდეგ გადარჩენილი ბიჭის თეო დეკერის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა. ავტორი ტექსტში ოსტატურად აქცევს დანაკარგის, ტრამვისა და ხელოვნების უკდავების თემებს. 2014 წელს რომანმა პულიცერის პრემია მოიპოვა და მალევე იქცა თანამედროვე კლასიკად, რომელშიც ნივთებისადმი მიჯაჭვულობა ადამიანური ყოფიერების ერთადერთ საყრდენად არის წარმოჩენილი. დიკენსის სეული მასშტაბით დაწერილი ეს წიგნი გვიჩვენებს თუ როგორ შეუძლია ერთ პატარა ტილოს შეცვალოს ადამიანის ბედისწერა. გრძელდება წიგნების თარო, პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. თქვენ უნდა გამოიცნოთ ერთგვარი დაჯგუფება, რომელიც ზოგიერთი მოსაზრებით შუა საუკუნეების საქართველოში არსებობდა. აღნიშნული მოსაზრების მიხედვით ის ქვეყნის მმართველის იმ ფუნდამენტური რეფორმების ნაწილი იყო, რომელიც სამხედრო ხასიათს ატარებდა. კერი კეონი ასწრებს სან-პაბლოს და ყივჩაღები უნდა იყვნენ. ყივჩაღები. ეს არ არის სწორი პასუხი. მეგობრებო, არა, გამწუხაროთ. არ არის საუბარი მათზე. გავაგრძელებ სან-პაბლოსთვის. სამხედრო ხასიათს ატარებდა და ფაქტობრივად ლაშა გიორგის მეფობამდე ფუნქციონირებდა. მემატიანის თქმით, მათი დახმარებით მეფეს როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკის წარმართვა უკეთ შეეძლო, რადგან არა დაიფარვოდა დიდთა და მცირედთა საქმე ქმნილი კეთილიგანა სიტყვა ბოროტით ქმული.
ეს იყო საქართველოში პირველი სადაზვერვო საპოლიციო დაჯგუფება. სწავლები არის. ესენი არიან სტოვრები ნამდვილად, ეს სწორი პასუხია. სტოვართა ინსტიტუტი, რომელიც რომელმა მეფემ შემოიღო, ბარემეგაც მითხარით? დავით აღმაშენებელმა. გავაგრძელოთ თამაში, მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. დაასახელეთ ტოპონიმი, რომლის ისტორიაც არაბთა ბატონობის ხანიდან იწყება. გადმოცემის თანახმად აქ არაბებმა სარწყავი არხი აღადგინეს, რომელიც შემდგომ მთის კალთას ეწოდა. შემდგომში სწორედ აქ გაშენდა გამოსაცნობი უბანი. მე-19 საუკუნემდე დასახლებას ავანაანთხევი ეწოდებოდა. მას შემდეგ რაც პირველი საოპერო თეატრი და ქარვასლა აიგო, ორთაჭალა. არ არის ეს ორთაჭალა. ეს არ არის სწორი პასუხი. და ვაგრძელებ შეკითხვას კერიკეონისთვის ყურადღებით. საოპერო თეატრი და ქარვასლა აიგო, ტერიტორია მოსახლეობამ აითვისა. დღეს ეს უბანი ძველი თბილისის ნაწილს და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. 3 2 იყო ავლაბარი. რა? ავლაბარი. ავლაბარი. არა მეგობრებო, ეს არ არის სწორი პასუხი. თავისუფლების მოედნის მიმდებარედ არის აბანოთუბანი. რა? აბანოთუბანი. არა. ვერა. სოლოლაკი, მეგობრებო, სოლოლაკი. იდე კაი რო ვერა. სოლოლაკი. მოკითხვა სოლოლაკელებს. გავაგრძელოთ თამაში. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. თქვენ უნდა გამოიცნოთ ის, რაც დასავლეთ საქართველოში მე-9-10 საუკუნეებში აიგო. მას არაერთი ადგილობრივი გადმოცემა თუ მითი უკავშირდება, რადგან მისი სახელი ნაყოფიერების ქალი ღვთაების სახელს ემთხვევა. ქრისტიანულ ხანაში მან წარსული მნიშვნელობა დაკარგა და მისი სახელი გამოსაცნობ ბაზილიკას ეწოდა. მის ეზოში დღემდეა შემორჩენილი ქვა, რომელზეც უშგულის თემის დაპყრობის მსურველი თავადი დადეშქელიანი მოუკლოთ. თავად მისი სახელი ახალი ტრადიციით სვანურად წმინდა მარიამს, მარიამის ეკლესიას ნიშნავს. ხალდე. 3 2 აბა ხალდის მონასტერი ხო არის? ხალდე, არ არის ეს ხალდე, არა, ეს არ არის სწორი პასუხი. კერიკეონს აქვს უფლება რომ დააფიქსიროს თავისი ვერსია, მაგრამ არ გაქვთ ეს ვერსია. ეს არის ლამარია. ლამარია. თუ გსმენიათ, თუ არა, სვანეთში შეგიძლიათ ნახოთ. ზოგადი რაუნდები მეგობრებო და ხელოვნების რაუნდის მოთამაშეები დარჩით. ნიკა, მარი, პირველი ზოგადი რაუნდი ხელოვნება. დაასახელეთ ნაწარმოები, რომლის პრემიერაც 1853 წელს ვენეციაში შედგა. თავარი გმირისა და წარმოდგენის მხატვრული გაფორმების თანამედროვეობის გამო ის საკმაოდ წარუმატებელი იყო. თუმცა დღეს ჟანრის შედევრად მიიჩნევა. მისი სახელი იტალიურიდან ითარგმნება როგორც გზააბნეული, დაცემული ქალი. ის ცნობილი ფრანგი მწერლის არის? კარმენი ხარ შეიძლება იყოს. კარმენი არ არის სწორი პასუხი სამწუხაროდ, არა. ეს არ არის კარმენი. ნიკასთვის კი გავაგრძელებ ამ შეკითხვას. ცნობილი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმაშვილის ნაწარმოებზეა დაფუძნებული. მუსიკალურად კი ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის შემოქმედებაში ყველაზე მშვიდი და ლირიკული ხასიათის ოპერაა. 3 2 ჭერს ნიკა მაინც სცადე? ეს არის? არ მახსენდება. არ გახსენდება. კეთილი. ჯუზეპე ვერდის ამ ოპერას ქვია ტრავიატა. ტრავიატა, ნამდვილად. ტრავიატა. ეს არის ტრავიატა. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ.
ზუკა, ნინი. მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. ახლა კი უნდა დაასახელოთ ჰიპერთეორიული სხეული, რომლის შესახებ მსჯელობასაც ბიძგი აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ მისცა. სხვადასხვა დროს მის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები ფიქსირდებოდა. მაგალითად, სტივენ ჰოკინგი ამ სხეულისა და მისი ანალოგის შექცევადობასა და იგივეობას განიხილავდა. თეორიის თანახმად ისიც ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ ფორმირდება. შავი ხრელი, ხო? შავი ხრელი. ხო. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი და გავაგრძელებ ნინისთვის შექმნას. ყურადღებით. და შესაძლოა მხოლოდ ცალმხრივი პერსპექტივით არსებობდეს, თუმცა სხვა სხეულებისაგან განსხვავებით ის ვერ შთანთქავს სინათლეს. მასაც გააჩნია ისეთი პროპორციები, როგორიცაა მასა და მაგნიტური მუხტი, მაგრამ მასში მოხვედრილი სხეული სივრცე დროის გამოუღწევალ საზღვარს ვერასდროს გადაკვეთს. ვერსიის დონეზე შავი მატერია? შავი მატერია. ერთი წუთი? არა. სხვა სიტყვა უნდა შეგეცვალო. არა, ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის შავი მატერია. სინამდვილეში ეს ჰიპერთეორიული სხეული არის თეთრი ხრელი. თეთრი ხრელი, მეგობრებო. სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. მამუკა, ლიზი, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. გამოიცანით სპორტსმენი, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ავნევში დაიბადა. 11 წლის ასაკში იგი კრიმინალური დაჯგუფების მიერ 3 თვით იყო გატაცებული. თუმცა ბავშვობის მძიმე ტრავმებმა ხელი ვერ შეუშალა მის წარმატებულ სპორტულ კარიერას. პირველი მედლები მან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 2013 წელს მოიპოვა. 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლი. გენო პეტრიაშვილი. ეს არის გენო პეტრიაშვილი, ეს სწორი პასუხია. ეს სწორი პასუხია და კიდევ 2 ქულა მიაქვს მამუკას საკუთარი გუნდის აქტივში. ამგვარად გავიარეთ ზოგადი რაუნდებიც, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა გადავიდეთ ბლიცის ეტაპზე. მანამდე კი ბუნებრივია ვნახავთ შემეცნებით ვიდეო რგოლს და მოდით მაყურებელს იმასაც შევახსენებთ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი და ასევე ჩვენი ტრადიციული პარტნიორია PSP. ნახოთ ვიდეო რგოლი. ჯუზეპე ვერდი ტრავიატას 1850-იან წლებში ქმნის. მისთვის შთაგონების წყარო ალექსანდრ დიუმა უმცროსის ქალი კამელიებით ხდება. პრემიერა 1853 წლის 6 მარტს ვენეციაში, ლაფინეჩეს თეატრში იმართება და კრახით სრულდება. მაყურებლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კურტიზანის როგორც სუფთა და ტრაგიკული გმირის ხილვა. დაახლოებით 1 წლის შემდეგ მცირედი ცვლილებებითა და უკეთ შერჩეული შემსრულებლებით ოპერა ახლიდან იდგმება და წარმოუდგენელ ტრიუმფს პოვებს. დღესდღეობით ტრავიატა მსოფლიოში ყველაზე ხშირად შესრულებულ ოპერებს შორისაა, რომლის მუსიკაც კლასიკური მუსიკის საზღვრებს სცდება და პოპ კულტურაშიც იგავებს ადგილს. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. გრძელდება წიგნების თაროს თამაში, რომელშიც სენ პაბლო და კერიკეონი იბრძვიან ერთმანეთის პირისპირ. ბლიცის ეტაპს მივადექით ამასობაში, თვალსა და ხელშუა და მამუკა და მარი ითამაშებენ ბლიცს. ოღონდ პირველი მამუკასთან უნდა ვითამაშო. მზად ხარ? დავიწყოთ ბლიცი მამუკასთან. დავიწყოთ. სადორ მწერალია პაულო კოელიო. იტალიელი. ბრაზილიელი. როგორ ქალაქებს ხვდებით იტალო კალკუტასთან? სწორია ვის წიგნი იდინეთს რემლოთ ქვა პოლიცია. სწორია რომელი წელის პერსონაჟია რობერტ ლენგდონი. სწორია დოჩანშულთა რაქვია აჯანყებულთა ქალაქი. სწორია რაგვარია ზარხუპის ავტორი სილვია. სწორია ჯონ გრინის ქაღალდის. სწორია რაქვია მაუგლის მეგობარ დათვს. სწორია რაგვარია გურული ღირების ავტორი გიორგი. სწორია პოტრიადაში რაგვარია რონი. სწორია რომელი ბიტნიკის ნაწარმოებია გზაზე. სწორია კლეაშულთა რაქვია პლატონის მამას. სწორია ტოლკინთა რა არცებაა ლეგოლასი. სწორია რომელ საუკუნეში დაიწერა ორი ქალაქის ამბავი. მეოცე.
მე-19 სადორი მწერალია მოიენი. ისა ჩინელი. სწორედ რომელი მოთხრობის გმირი ანდრო კაიშაური. მიწისქიევი. სწორედ ვის ლექსია ნუმწერ. გელო. სწორედ რომელ საუკუნეში გამოიცა ვარდის სახელი. მეოთხე. სწორედ ლორე მაისბერგერის ეშმაკ საცვია. რადა. სწორედ რომელ სოფელში დაიბადა სულხან საბაორბელიანი. სწორედ ვინ არის ერთმანცისთვის ოთარ ანთქვრივი და გიორგი. დედაშო. სწორედ რომენ გარის ევროპული. აღიზდა. სწორედ ვის სიგნე ჩრდილი გზაზე. ისა მორჩილა. სწორედ რაგვარი ჯეკ კერუაკის პერსონაჟი დინი. ჰენდერსონ. მორიარტი ვისი რომანია გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. სწორედ ვინ დაწერა ვიქნები თუნდაც განტენბაინი. ისა ფრიჩი. სწორედ რაინაის დაიწერა დონ კიხოტე. ესპანური. სწორია რობერტ მუზილის უთვისება. კაცი. სწორია დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მამუკამ დააგროვა 25 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მამუკას. 25 სწორი პასუხი. მოკლედ მაღალი თამასა აქვს, რომელსაც დაბლა არ აგდებს ხოლმე ტრადიციულად. ყოჩახ მამუკა, მე კი ვინაცვლებ მარისთან, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. მარი მზად ხარ? მზად ვარ. დავიწყოთ ბლიცი მარისთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია ჟოზე სარამაგუ. პორტუგალიელი. სწორია იტალო კალუნოს თუ ზამთრის ღამით. მოგზაური. სწორია ვის სიგნე ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ. შემდეგი. დიკის რომელი წელის პერსონაჟია პერსი ჯექსონი. რიორდანი. სწორია დოშანშულთა რა ქვია ავაზაკების ქალაქს. კამორა. სწორია რაგვარი კლასობანის ავტორი ხულიო. კორტესარი. სწორია ჯონ გრინის კეტრინების. სიმრავლე. სწორია რა ქვია მაუგლის მოწინააღმდეგე ვეფხს. შერხანი. სწორია რაგვარი ტყეების მეფის ავტორი დათო. ტურაშვილი. სწორია პოტრეტაში რაგვარია ჰერმიონი. გრენჯერი. სწორია რომელი ბიტიკის ნაწარმოებია ჯანკი. შემდეგი. ბეროუზის კლდიაშულთა რა ქვია კაროჟნას მამას. დარისპანი. სწორია ტოლკინთა რა არსება ასმაუგი. დრაკონი. სწორია რომელ საუკუნეში დაიწერა 93 წელი. მე-19. სწორია სადორი მწერალი ეასუნარი კავაბატა. იაპონელი. სწორია რომელი მეთხრობის გმირია ელი გორდელიანი. შელცვარდი. სწორია ვის ლექსია კტანისის ყაყაჩოები. ასეთიანი. სწორია რომელ საუკუნეში გამოიცა პრაღის სასაფლაო. მე-20. 21 ელენ ფილდინგის ბრიჯიტ ჯონსის. დღიური. სწორია რომელ სოფელში დაიბადა აკაკი წერეთელი. სვიტარში. სწორია ვინ არის ერთმანცისთვის ლუარსაბი და დარეჯანი. ცალკმარი. სწორია რომენ გარის თეთრი. თეთრი ძაღლი. სწორია ვის სიგნე სხვა ამსტერდამი. ტურაშვილი. სწორია რაგვარია ჯეკ კერუაკის პერსონაჟი სალი. სალი ფერდაისი. სწორია დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და შესანიშნავი ბლიცი შემოგთავაზა მარიმ 21 სწორი პასუხი აპლოდისმენტები. აპლოდისმენტები და მოთამაშეები კი დაუბრუნდით სათამაშო ადგილებს, რომ გამოაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ ანგარიშით 45-ით 22 იმარჯვებს სან პაბლო. აპლოდისმენტები სან პაბლოს. ჯგუფიდან გასვლის საკითხი ისედაც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა უკვე განაღდებულია და გილოცავთ მეგობრებო ამას. გილოცავთ და წინ მეოთხედფინალია, რომელსაც ძალიან კარგი ნიადაგით ხვდებით და გისურვებთ წარმატებებს ამ მეოთხედფინალში. ბრავო. და მე მინდა რომ ხურვალი აპლოდისმენტებით გავამხნევოთ კერიკეონი, გავამხნევოთ მიუხედავად ამ მარცხისა. იბრძოლეს გოგონებმა, სამწუხაროდ დღეს არ გამოვიდა ეს ამბავი. გული არ გაიტეხოთ. მაყურებელსაც დავემშვიდობები. გეტყვით რომ ერთმანეთს შევხვდებით კვლავაც ციგნების თაროში. უყურეთ ჩვენ შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლიჭკუას, მასწავლიჭკუას, მასწავლილე. ვერ მასწავლიჭკუას, მასწავლიჭკუას, მასწავლილე.